გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, სიხარული ბედნიერება და კარგი განწყობა. მოგეხსენება თოვლის გამო, გავჩერდი ახლა მე აქ. რა გავაკეთო და შემოვედი Walmart-ში. Walmart-ი მოგეხსენებათ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრია, ძალიან ცნობილი ფაქტურად. მთელ ამერიკაშია გავცემი, როგორც ვიცი, მსოფლიოში 2200 ასეთი სუპერმარკეტია. 6 ძმანი არიან, სამწუხაროდ ეს 50-იან წლებიდან მოდის ეს მაღაზია, სუპერმარკეტი და ძალიან იაფად იყიდება ყველაფერი. ძალიან პოპულარულია ამერიკაში და მგონი ევროპაშიც არის, ვერ გეტყვით ზუსტად. 6 ძმანი არიან და როგორც ვიცი, სამწუხაროდ ეხლა ერთმანეთში აქვს დავა, როგორც ხდება, ხო იცი, დიდი ფული რომ არის, ფული ეშმაკის არის, ხო? და ვერ იყოფენ ეს ძმანი და რავი დავები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ფაქტობრივად ყველა საჯობა ამ სუპერმარკეტმა, ყველაფერია, რაც გინდა, სულო და გულო და სტრატეგია აქვს, რომ ყველაფერი იაფად, ხელმისაწვდომად და გავრცელებულია მთელ ამერიკაში. ეხლა მოგესწრება მე ასე თუ ისე ეხლა საქმე რო არა მაქვს, თან მithume თოვლია, კაციშვილი არ დადის, ხედავთ უკვე მაღაზია ადრესო სავსეა ხომ, თოვლი რო არის გადაკეტილი, ისა სავსე ხალხი არ დადის მაღაზიაში. და მეც ეხლა დავბოდიალობ რა, სხვადასხვა რაღაცებს ვათვალიერებ. დიდი ისეთი ინტერესი არაფრის მიმართ არ მაქვს. ეხლა ბავშვი რო იყო კი გამიხარდებოდა ეხლა ველოსიპედი რაღაცები, მაგრამ ვიცით რა ადამიანი ასაკში რო შედის, უკვე სულ სხვა ინტერესები აქვს და სულ სხვა ფიქრები. უბრალოდ მე რამიდა იცით რაზე დავიწყე ახლა ამ მაღაზიაში შემოსვლა და რაზე დავიწყე ლაპარაკი. იმ დროს კალიფორნიაში რო ვიყავი, შევამჩნიე რომ ეგ 50-მდე კაცი იყო, ისე ცოტა რა. ადამიანი უფრო სწორედ და ისე შელახურად ჩაცმულები და ეწერათ რომ ნუ ჩაგრავთ, ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენი უფლება გვაქვს ვიცხოვროთ. და უცბად ვერ მოვასწარი, მაშინ რაღაცა დამჯდარი იყო და მე შემდეგში ალბათ კიდევ იქნება ასეთი გამოსვლები და რას ითხოვდნენ ახლა ეს ადამიანები? ითხოვდნენ თავის უფლებების დაცვას, რომ თუ თავრობა და სახელმწიფო არ იზრუნებს მათ იმაზე, ისინი დაიღუპებიან და მაგათ კისერზე იქნება მთელი ცხოვრება. და სახელმწიფო ვალდებულია ეს შეასრულოს და უბრალოდ დაიცვას მათი ინტერესები, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მოკდებიან რა, გარდაიცვლებიან. სინამდვილეში რა მოხდა მეგობრებო? ესე იგი დემოკრატების პერიოდში როცა ბაიდენი იყო, მოგეხსენებათ, ადამიანს ყოველთვის აქვს ქურდობის, ასე თქვა, მიდრეკილება, ხო? მით უმეტეს ახლა ჩვენ საბჭოთა კავშირში რო ვიზრდებოდი და რო გვაჩვენებდნენ ხოლმე საზოგადოებას, რომ აი ესე რიგები იყო, საქონელი იდო და კაციშვილი რისი თქმა მინდა რა, ქურდობის ამბავზე ვიძახე, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ქურდობის მიმართ და საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო ხოლმე ჯერ დახლი და დახლის უკან იდგა ისა, ხო, გამყიდველი. და ეტყოდა ის მომეცი, ან ფეხსაცმელი, რავი, მე არ მახსოვს, მაგრამ მე რო შემოვიდა უკვე რომ დადიოდნენ ახლა საბჭოთა კავშირის მსახიობები, თეატრის მოღვაწეები და რო გვაჩვენებდნენ სუპერმარკეტები როგორ იყო და ესეთი სცენები რო გვაჩვენეს, ხო? ყველას გვიკვირდა და გახსოვთ მე საზღვრები რო გაიხსნა 90-იან 91-იან წლებში სპორტსმენები და ეს რო ჩამოდიოდნენ და რო გაიხსნა, დაიწყეს მოპარვა. აი ესე მოიპარავდნენ, აიღებდა რაღაცა ჯიბეში, ვინ გამოწმებს ახლა არავინ არ არის, ხო? აი ჩაიდო ახლა ჯიბეში. პატარა რაღაცები, ან პატარა რაღაც ახლა ეს რა არის ეს? ძუა, ჩაიგდე ჯიბეში. აგერ ეს აიღე ეს რაღაცეები. ჩაიდე ჯიბეში. დაფარე და წადე, არავინ არ არის მომკითხავი.
ეხლა დახლია ვითომ არავინ არ არის აქ ხო? და ფიქრობდით კაცო და განსაკუთრებით მე პირადად მახსოვს მე სპორტსმენი რო ვიყავი საზოგადოებრივ დავდიოდი ხოლმე შეჯიბრებებზე და პირველად როგორ მახსოვს დავამთავრე 91 წელს მოვხდი დანიაში ხო იცით ხა როგორ ქვეყანაა უმაღლესი დონის და ეთეთ ვისთანაც ვიყავი სტუმრად იქ მაღაზიები იყო რა და შოგი რომ შევიდოდი ხოლმე მაღაზიაში კაციშვილი არ არის რა შეხვალ მაღაზიაში ვა არავინ არ არის დახთან არავინ არ დგას და ფიქრობდი კაცო სად არის ეს გამყიდველი და მე ხო იცი რა მოიცი ახლა ამას ავიღებ იმას წავიღე კაციშვილი არ იყო პატონ მომკითხავი სინამდვილეში არაფერი ან იყო ხოლმე რაღაცა ასეთი ზარის მაგვარი ასე დააზარინეთი და მეორე საფრთხეზე საიდანღაც გამყიდველი მოვიდოდა და ამ ფულს გამოგართმე და ან არა ან იყო ხოლმე რომ თქვა ასეთი თეფშივით იყო რაღაცა და იმ ფულს ჩადებდი თქვა მაგათად აიღებდი თქვა საბურავს ამის საფასოს დადებდი და წახვიდოდი კაციშვილი არ იყო მაგის მომთხოვნი და მომკითხავი თქვი ეს რა და გახსოვთ მე ხო ეს საფრთხე კავშირი დაინგრა და რომ მოაწყდა ეს რა ქვია იმის ეს საფრთხე შეერი ხალხი საფრთხე კავშირში გაძილი აღი და დაიწყეს ამ მაღაზიებიდან გამოტანა და უკვე ევროპა უკვე დაიძაბა და უკვე გამყიდველები უკვე გამოდიოდნენ და დახლებთან იდგნენ მე უფრო მოუჭირეს და მე კიდევ წამოვიდა ეს ხალხი წამოვიდა და ეხლა უკვე ისია საქმე რომ ზოგიერთ ევროპულ მაღაზიაში რომ მიხარ სუპერმარკეტში რაღაცა წერია რომ ან რუსულად წერია და ჩვენ და სამარცხვინოდ ზოგიერთ ადგილას ქართულადაც წერია რომ მეგობრებო ნუ იპარავთ თქვენ გადევნებენ თვალყურს და ასე შემდეგ ნუ მერე დაიწყეს უკვე რა ქვია იმას ვიდეო კამერების დადება აქ არ არის ვიდეო კამერა დავიჯერო არ არის და ნუ გახსოვთ რა მერე წავიდა და მერე იყო სიცხვილია ეს რა არის ეს ხალხი ვარ და გონი დღემდეც არის ეს ტენდენცია იპარავენ ნუ ევროპაში ასე იყო თავისთავად ამერიკაშიც მე ამერიკაში გახსოვთ ხო კარებთან დაცვას როცა სეკიურიტი ისინი იდგნენ ჩრიკავდნენ რაღაცე თუ სალაროსთან ან მე წრიპინებ და ეს თუ რაღაცა ტანსაცმლის გაიტანდი რაღაცას გაიტანდი ასეთ რაღაცას აკეთებდნენ აი თქვა თუ გინდა რაღაცა გეყიდა შეხვიდოდი ძველი ტანსაცმელი შეხვიდოდი გამოსაცვლელი რო არის ტანსაცმელი იმას ახლებს ჩაიცმენ მე ზემოდან იმას გადააკრებ და ასე გადიოდნენ ხოლმე მე იყო ხოლმე ну ასე წვიმა რაღაცებს ხა არავინ ახლა კოდებით კონტროლდება მაგრამ გახსოვთ აი ტანსაცმელებზე მგონი ახლაც არის რაღაცა მანიშნებელია აბა ნახოთ რაღაცა ასეთი პლასმასის ის არის ხო? სადა ვამჩნევთ ესა არ არის ასეთი პლასმასის ის რო ქონდათ ხოლმე ინფორმაცია არ არის თუ ამის მიხედვით გებულობ ხო აი ამას მოაძრობდი პლასმასის მაგვარი იყო ამას ჩანთაში ჩადედი და ის გადიოდა და არა წრიპინებდა ამასაც აკეთებდი ხო ეს ქურდობის მეთოდებს ვიძახი მე ნუ რა ფანტაზია არ ქონდათ ხო ადამიანებს ხან ზოგი კაბაში ჩაედებდა ხო ჩანთაში ჩაედებდა და ნუ ყოველთვის რიან და თელი ამბები ეს პროცესი ამერიკაშიც ძალიან იყო გავრცელებული მით უმეტეს საბჭოთა კავშირი რო წამოვიდა აქაც ხო წამოვიდნენ იყო ეს ემიგრაციის წარმომადგენლები და მე მოვიდნენ და ადრე ეხლა ეს ილინოისის ისეთ მიყურებულ ადგილას ვარ ახლა ნახეთ აი გამყიდველები არავინ არ არიან ხო მაგრამ არ ჭირდება ამას ამის იმით გაკონტროლებენ ხო ყველაფერს მაგრამ ქურდობა მაინც მიდის და დემოკრატიული მთავრობა რომ მოვიდა ბაიდენის როგორ იყო ისეთ რომ დაიჭედნენ თქვათ ვისაც საქონელი გამოქონდა ჯარი მას ახდევინებდნენ
მე მის ბიოგრაფიაში იწერებოდა ეს ცუდი ამბავი იყო რა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ვინ დაგიდებდათ ახლა აფრიკის ქვეყნები, აზიის ქვეყნები, 1000 ხალხი მოდიოდა ამერიკაში ჩვენი საბჭოთა კავშირიდანაც. მაინც ვინ დაგიდებდა შენ ბიოგრაფიას და შენ წარსულს იპარავდნენ და ასე მოდიოდნენ ამ ამბავში და ნებისმიერ ვარიანტში ქურდობა ყოველთვის სამარცხვინო და არასასიამოვნოა, ხო? მაგრამ მოვიდა დემოკრატიული პარტია და როგორ იყო იცით $70-80 თუ ღირებულების რაღაცას მოიპარავდი, სასამართლოში რაღაცა დაგაჯარიმებდნენ ან რაღაცა, მაგრამ მოვიდა დემოკრატიული პარტია და ლიბერალური და ადამიანური ჰუმანიზმიდან გამომდინარე ეს მარჟა, ესე იგი მოპარული საქონელის ფასი თუ არ აღემატებოდა $500, არაფერს არ გეუბნებოდა, ხო, კაი და წადი, ეთყობა გიჭირს. და ეს ადამიანებმა ბევრმა იცის და ეს 1000 ხალხი ამით სარგებლობდა. განსაკუთრებით კალიფორნიაში ყოფილა $600, ნიუ-იორკში 500 და სხვადასხვა შტატებში ეს კანონები მიიღეს, იმიტომ რომ ადამიანს რო არ უჭირდეს, რო არ მოიპარასო, აი ასეთი ფსიქოლოგია ქონდა. და ეს გაგრძელდა, ეხლაც გრძელდება, მაგრამ მიდის საყვედურები, იმიტომ რომ ეს პირობა რო წავიდა, ეხლა მაგალითად დიდი მაღაზია, ეხლა როგორც ვთქვათ ეს Walmart-ი ან სხვადასხვა სუპერმარკეტები, ამ ზარას არ დაგიდებდნენ. კაი, მოიპარე $500 ისა და უშვებდნენ. ისუკი პოლიციასთან რაღაცა ჩანაწერი უშვებდნენ და ატანდნენ, ხო, კაი, ახლა გიჭეს. და ასეთმა პოლიტიკამ ახლა დიდმა მაღაზიებმა მოითმინა, პატარა მაღაზიებს გაუჭირდათ. იურიდიულად ქურდს ვერ იჭერ, ვერაფერს ვერ უშვები და ბევრი, ასე ვთქვათ, პატარა მცირე მაღაზიები გაკოტრების პირას წავიდნენ. და საქმე მივიდა იქამდე, რომ კანონი უნდა მიიღონ და აი ახლაც აი ეს რო ვთქვი, რომ მიტინგი ქონდათ ხომ მეთქი იმათ, რა ქვია, ის ადამიანები რომ გამოდიოდნენ მიტინგზე, მაგას ჩიოდნენ, რომ ესე იგი იანვრიდან კალიფორნიამ უყურეთ მაგათ მაგისტრატურას ეძახიან, იქ წავიდა იმის საკითხი, რომ ეს კანონი მოხსნან, მაგრამ ლიბერალები და ეს დემოკრატები იძახიან, რომ მაგის მოხსნა არ შეიძლება, მაშინ ეს ხალხი მშიერი დარჩებაო და უფრო მეტ კრიმინალს ჩაიდენს. აი ესეთი უცნაური კანონია, რა თქმა უნდა, ტრამპი ამას არ დათანხმდება. მე ეს უკვე ჩემი პირადი ის არის, ამას მოსპობს და ისევ ძველი მას დაამყარებს რა კანონს, რომ ქურდი უნდა დაისაჯოს და არას ვარი უნდა მისცეს. მაგრამ ეხლა მიდის ვაჭრობა 500 კი არ იქნებ ჩავწიოთო 200-მდე ან 100-მდე, ყველა შტატი თვითონ წვიტავს ამ საკითხს და რა ვიცი, ეთქვე როგორ ფიქრობ, როგორი კანონია. იმდროს ერთი მეგობარი დამიკავშირდა და აიო, თუ ეხლა კაცმაო პური მოიპარავო, მოშივდაო და რაღაც საჭმელიო, მაგისთან ახალს რას უშვებიანო, ეს მეუნება და მე ვთქვი, ეხლა მაგის გულისთვის არავინ არ ციხეში არ დაგსვავს, მაგრამ რისი თქმა უნდა, იცი რომ დისკუსიაში წავედა, ესე იგი, იმიტომ იპარავს ეს ადამიანიო, რომ გაუჭირდაო და ეხლა რა ვქნა, თუ ციხეში ჩავსვათ, თუ მოშივდაო და სამსახურზე არ ააქო და მაგისთან, არ ვიცი, ცოტა ესეთი თემაა, ხო? აი ხა წიგნების იმას მოვარხოდე და გამახსენდა ჰუგოს გენიალური ნაწარმოები საბრალონი, ხო? გახსოვთ ის ჟან-ჟანი, რომ მოშივდა და პური რომ მოიპარა, რომ ბავშვები თავის იმისთვის დაძმისთვის წაიღო და ამ პურის მოპარის გულისთვის 25 წელი ახერხინეს ციხე ამ ჟან-ჟანს, ხო? და მე აი ხო გახსოვთ ეს სიუჟეტი. ისეთი თემაა, ხო? მესმის საჭმელი და ეს თუ მოიპარე, ეს თქვა რაღაცა კიდევ გასაგებია, მაგრამ რაღაც ძვი რაღაცას რომ მოიპარე ტელევიზორს და იმას და ამაში რომ გაპატიები. რა ვიცი, ტელევიზორში რომ ვერ წაიღო, მაგრამ რაღაც კომპიუტერი, პატარა ტელეფონი ან რაღაცა წაიღო. ერთ სიტყვით, მე შემფასებელი არა ვარ, მე უბრალოდ ის ფაქტი ვთქვი, რაც მე ვნახე. ამ კალიფორნიაში მიმდინარე გამოსვლიდან გამომდინარე. აი წიგნების განყოფილებაში მოვედით, როგორ მიყვარს
ეხლა ნიუ-იორკში რო ჩავართ, მე ისეთი მაგარი წიგნების მაღაზია, იქ აუცილებლად უნდა მივიდეთ. ეს წიგნის ეხლა ვოლმარტში რა უნდა იყოს, მაგრამ მაინც საინტერესო. ძალიან მიყვარს წიგნები. წიგნების მაღაზიაში რო შევდივარ ხოლმე, შეიძლება აი საათობით არ გამოვიდე რა. რა სტალინია, სოლტხანკ, არა. კრისტოფერ პაულინი. ეთი ალბათ ყველა ადამიანი ჩემი აზრით 1-2 წელი უნდა დაამწყდიო ერთ ოთახში და წიგნი უნდა მისცემო წააკითხო და მე მაგარ რაღაცა რატო გამახსენე გახსოვთ ჩეხოვის ის რო არის იმას რო დადებს მილიონს რო დადებს რა ესე იგი 5 წელი იჯექიო მე მილიონს მოგცემო ასეთი სიუჟეტია ესე იგი ორი კაცი დანიზლავდებიან 5 წელი ოთახში იჯექით და თელ წიგნებს წაიკითხო ვერ გაძლებო 5 წელიო და თუ 5 წელი გაძელიო მაშინ მილიონს მოგცემან თუ არა და მაშინ აქეთ უნდა მომცეო რა და დაждდება ეს კაცი ერთ-ერთი და უკვე 5 წელი ზის და კითხულობს ამ წიგნებს კითხულობს და მეორე დაიძაბა იმიტომ რომ ის პირობას ასრულებდა ვინც იგებდა და ვინც აგებდა ადგა და არ უნდა და მილიონის მიცემა და უკვე რაღაც ერთი კვირაა თუ ორი კვირა დარჩენილი და ეს ჩაიფიქრებს რომ ეს კაცი მოკლას და ჩუმად მიიპარება იარაღს აიღებს რაღაცა და შევარდება იმ ოთახში სადაც ის კაცი ეგულებოდა ვინც წიგნებთან ერთად იჯდა და რა წერილი დახტა რა ის ფანჯარა და გაიპარა ეს კაცი იმ ციხიდან და სულ არ მინდა შენი მილიონე მე იმ ხელა განათლება და იმ ხელა სიმდიდრე ავიღეო შენ მილიონს 1000-ჯერ ჯობიაო და გაიპარა რა ნუ ფაქტურად უკვე იმდენი წაიკითხა იმ კაცმა და იმდენი რაღაც აითვისა რომ უკვე იცოდა რომ რითი დამთავრდებოდა ესეც განსაზღვრა თან ფაბულა რომ აი ეს წიგნის განათლება და ეს უკვე ყველანაირად ძლიერი იყო და ის 5 წელიც უღირდა ის მილიონიც არ უნდოდა და ყველაფერი ქონდა მას ამ თავისი ამ 5 წლიანი სტაჟიდან მიღებული ინფორმაციით და აი მეც ძალიან ხშირად მითითე მეტავი მეც მასე კონდეს მასე ეს საშუალება მე უკვე პატარა აღარა ვარ კაცო უკვე მე ჩემთვის უკვე ასეთ ადგილაში და აი რო ვიყო 25-30 წლის დიდი სიამოვნებით 1-3 წელი ჩავждდებოდი და ამ წიგნების ამბავში სულ ვიკითხავდი თქვენ როგორ მოიქცეოდით მეგობრებო ჩაждდებოდით წიგნის ციხეში მე ისიც მიყვარს აი დოჩანაშვილს რა კაცი რომელსაც უყვარს ლიტერატურა რა კარგად ახსნის რა უნიკალურია წიგნის ფასი არაფერია ეს სიტყვით მეგობრებო აი ამის თქმა მინდოდა აი ესეთი კანონებია და თქვენ რას ვფიქრობთ ეს კანონი უნდა დააბრუნონ თუ არ უნდა დააბრუნონ ასია თუ ისია ეს არის ამერიკული რეალობა ჩვენ კიდე წავიდეთ იქნებ შეიძლება რაღაც საინტერესოს გადავაწყდეთ თუმცა დიდი ინტერესით არა მაქვს გარეთ ცივა კარგად მომავალ საინტერესო ვიდეობამდე საფიქრალი მოგეცით არა მეგობრებო ამაზე მეტი საფიქრალი არ გქონდეს რომ უკეთესი გქონდეს ნეტო კარგად